ჩვენ უკვე ერთი თვეა, რაც რუსეთის საწვავის კრიზისში ვართ და სიტუაცია ნელ-ნელა კონტროლიდან გამოდის. რაც კრიმში დეფიციტით დაიწყო, ეხლა თითქმის რუსეთის ყველა 83 რეგიონზე გავრცელდა. ეს რეგიონები მუხლებზე დგანან. საწვავის სადგურებიც არიელია, ხალხი გაბრაზებულია და უკრაინის უწყვეტი კამპანია რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ ახლა უკვე იმდენად მასშტაბურია, რომ ძალადობას იწვევს მთელ რუსეთში. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. რუსეთს საწვავი ეწურება, მაგრამ პორტატული ტუალეტების მწარმოებლები როგორც ჩანს, დიდ მოგებას მიიღებენ. გარჩით ჩვენთან და აგიხსნით რატო, მაგრამ ჯერ მთავარი ამბავი. 6 ივლისის სტატიაში CNN დეტალურად აღწერს, რა ხდება ახლა მთელ რუსეთში. რუსეთის 83 რეგიონიდან თითქმის ყველა ახლა ბენზინის დეფიციტს განიცდის, ან სულ მცირე საწვავის მიწოდებაში შეფერხებებს აფიქსირებს. უკრაინის დამანგრეველი შეტევის ფონზე რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები პასუხისმგებელნი არიან ნედლი ნავთობის ბენზინად, დიზელად, ავიაციის საწვავად და სხვა პროდუქტებად გადაქცევაზე და უკრაინა უბრალოდ არ წვეთს მათ დარტყმას. მხოლოდ ივნისში უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე 11 შორმანძილზე დარტყმა განახორციელა. დრონები კი 200 კილომეტრამდე შეიჭრნენ რუსეთის ტერიტორიაზე. საწვავი დაწვეს და ძირითადი გადამამუშავებელი დანადგარები გაანადგურეს. ეს გამანადგურებელი თვე მთელი წლის განმავლობაში განხორციელებული მუდმივი და განმეორებადი დარტყმების გაგრძელებაა და ახლა რუსეთი ამ ტკივილს უკვე გზნობს. რაც კრიმში საწვავის დეფიციტით დაიწყო, რასაც ხელი შეუწყო როგორც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმება, ასევე ლოგისტიკური ბლოკადის კამპანიამ, რომლის დროსაც უკრაინამ ასობით საწვავის სატვისტო გაანადგურა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ახლა რუსეთისთვის ქვეყნის მასშტაბით კრიზისად იქცა. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ზოგ რეგიონში საწვავის აკრძალვა მოქმედებს ყველა მოქალაქისთვის, გარდა სამხედროებისასა და საგანგებო სამსახურების თანამშრომლების. რუსეთის ყველა 11 დროის სარტყელში ვერავინ დარჩა საწვავის იმ დეფიციტისგან სრულად დაუზარალებელი, რომელიც რუსეთს ომის გასაგრძელებლად სჭირდება. ამ პრობლემის მასშტაბი კატასტროფაა რუსეთისთვის. და ეს იწვევს უამრავ სხვა პრობლემასაც, გარდა იმისა, რომ რუს ხალხს საწვავის ავზების შევსება აღარ შეუძლია. CNN-ის დასკვნები ეფუძნება რეგიონული მერთებისა და გუბერნატორების განცხადებების ანალიზს, ასევე მედიის ანგარიშების დეტალურ შესწავლას. მედია საშუალებამ დაადგინა, რომ რუსეთის 50-ზე მეტი რეგიონი ოფიციალურად აცხადებს საწვავის მიწოდების პრობლემებზე. აბა, როგორ მივიდა CNN თითქმის 83-მდე? დანარჩენი რეგიონებიდან არაოფიციალური ცნობებია, რომ დეფიციტი მათაც შეეხო. მხოლოდ მერები და გუბერნატორები ცდილობენ ყველაფერი ჩუმად შეინარჩუნონ. ძალიან რუსულია. თავი მოაჩვენო, თითქოს პრობლემა არ არსებობს, მაშინ როცა რიგები იზრდება და კრიზისი ფართოვდება. რუსეთს ახლა საწვავი ელევა და პრობლემა მხოლოდ უარესდება, რადგან დრო გადის და უკრაინის კიდევ უფრო მეტი დრონი აღწევს მიზანს. სარატოგას ფონდის მიხედვით, უკრაინის გენერალურმა შტაბმა ივლისის დასაწყისში განაცხადა, რომ მათი უწყვეტი დრონების კამპანიამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 42% გამოიწვია. ამის შედეგად, როგორც გამოცემა წერს, რუსეთს აგვისტო 2025 წლიდან მოყოლებული 13.5 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა. და ეს ზარალი სავარაუდოდ დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთი ვერ ახერხებს საწვავის ექსპორტს, რადგან ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში იწვის. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი, ანუ SEPA, რუსეთისთვის ოდნავ უკეთეს სურათს ხატავს, თუმცა ეს მაინც კარგისგან შორსაა. ის ამბობს, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრე 28%-ით ნაკლებია წინა წლებთან შედარებით, თუმცა ეს მაჩვენებლები ყოველთვე იკლებს. მარტის ბოლოსთვის რუსეთის ნავთობპროდუქტების წარმოება დაახლოებით 5.2 მილიონ ბარელს შეადგენდა, ამბობს SEPA. აპრილისთვის ეს მაჩვენებელი 13%-ით შემცირდა და თვიური მონაცემებიდან 700,000 ბარელი მოიკვეთა. SEPA-ს თქმით, ამჟამად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები უბრალოდ ვერ აწარმოებენ საკმარის საწვავს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ეს მოთხოვნა ზაფხულში პიკს აღწევს, რადგან რუსეთს ყოველდღიურად 100,000 ტონა ბენზინი სჭირდება თავისი მოსახლეობის უზრუნველსაყოფად. რუსეთი ამ რაოდენობას ვერ აწარმოებს. წარმოება 85,000 ტონაზეა გაჩერებული, რაც 25,000 ტონით ნაკლებია საჭირო რაოდენობაზე. და ეს დიდწილად ხსნის კრიზისს, რომელიც ამჟამად მთელ რუსეთში ვრცელდება. რუსეთში სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა ისეთი რამ გაეკეთებინა, რასაც არასდროს აკეთებს. ერიარებინა, რომ პრობლემა არსებობს. ივნისის ბოლოსკენ, როდესაც ბენზინგასამაც სადგურებთან რიგები გაიზარდა და რუსეთის ყველა რეგიონში მცხოვრებლებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ იწოდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ რუს ხალხს შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეექმნა. თქვენ კარგად იცით, რომ პრობლემები კვლავ არსებობს როგორც ავტომობილების მძღოლებისთვის, ისე ბიზნესისთვის, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და დაამატა. სამწუხაროდ ბენზინგასამართ სადგურებზე ჯერ კიდევ რიგებია და საჭირო მარკის ბენზინის პოვნა ყოველთვის მარტივი არ არის. რუსეთის ლიდერმა იმდენადაც კი აღიარა, რომ კრიმში საწვავის მარაგი მხოლოდ რამდენიმე დღით იყო დარჩენილი და რომ უკრაინის დრონების იერიშები აშკარად პრობლემებს ქმნიდა. უმეტეს სხვა ქვეყნებში ასეთი აღიარება ჩვეულებრივი ამბავია. ლიდერებს უნდა აჩვენონ, რომ მზად არიან პრობლემებს შეეჭიდონ.
მაგრამ რუსეთში, სადაც პუტინი წარმატებას აღწევს თავისი ხალხის უცოდინარობაში დატოვებით, ის ფაქტი, რომ კრემლის უმაღლესი ხელისუფლებიდან პრობლემის აღიარება ისმის, მიუთითებს, რომ რუსეთის საწვავის დეფიციტი უმნიშვნელო საკითხი არ არის. ეს სრული კრიზისია. და მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ამტკიცებს თითქოს გამოსავალი უკვე მუშავდება, მან კარგად იცის, რომ რეალურად ამ ეტაპზე უკრაინის შეჩერება მის ძალებს აღემატება. მაგრამ მოიცადეთ ერთი წამით, შეიძლება ფიქრობთ. განა რუსეთში 2025 წელს აც არის საწვავის კრიზისი. რუსეთმა შეძლო იმ კრიზისიდან გამოსვლა, მას რა ხდის 2026 წლის ვერსიას ასეთ სერიოზულ პრობლემად. ის ფაქტი, რომ საერთოდ არსებობს 2026 წლის კრიზისი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა რუსეთისთვის. რაც 2025 წელს მოხდა, ეს ძირადი შემთხვევა არ იყო. ეს განმეორებადი სტრატეგიაა, რომელსაც უკრაინა შეუძლია გამოიფენოს, რათა პუტინის მიერ დაწყებული ომი რუს ხალხს შინ დაუბრუნოს ისე, რომ არ მიმართოს პუტინის მეთოდს. სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებს, რაკეტებითა და დრონებით თავდასხმებს, რომლებიც ადამიანებს უტევენ და არა საწოს. ის ფაქტი, რომ ეს ისე ხდება, რუსეთში მყოფთათვის ნიშანია იმისა, რომ პუტინმა სრულად ვერ შეძლო იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებმაც 2025 წლის კრიზისი გამოიწვია. დიდი დამცველი, უფრო უნიათო არარაობა. მაგრამ ამის გარდა არის რამდენიმე დიდი განსხვავება 2025 წლის საწვავის დეფიციტსა და იმაზე, რაც 2026-ში ხდება. როგორც ომის კვლევის ინსტიტუტი, ანუ ISW აღნიშნავს, 2025 წლის დეფიციტი 2026 წლის მსგავსად იყო, მაგრამ გაცილებით ნაკლებად მძიმე. ამ კრიზისმა გავლენა მოახდინა რუსეთის 83 რეგიონიდან მინიმუმ 57-ზე და არა თითქმის ყველა რეგიონზე. თუმცა მან გამოავლინა რუსეთის საჰაერო თავდაცვის უუნარობა უკრაინის დრონებთან გამკლავებისას. აქ ჩვენ ხედავთ პუტინის მხრიდან უკრაინის შესაძლებლობების დაუფასებლობისა და რუსეთის თავდაცვის უნარის გადაფასების ტენდენციას, რაც 2026 წლის კრიზისს რუსი ლიდერის გადაჭარბებული ეგოს მაგალითად აქცევს, რომელიც საბოლოოდ მასვე აზიანებს. კიდევ ერთი განსხვავება 2025 და 2026 წლებს შორის უკრაინის მიდგომის მასშტაბსა და მუდმივობაშია. ორივე ფაქტორი წელს გასულ წელთან შედარებით გაძლიერდა, რის გამოც კრიზისი უფრო ფართოდ ვრცელდება ვიდრე ოდესმე. Sumitra Italia, რომელიც Kepler-ში ნავთობის გადამუშავების მიწოდებისა და მოდელირების წამყვანი ანალიტიკოსია, ამ განსხვავებაზე CNN-ს ესაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს დაზიანებული გადამამუშავებელი აღჭურვილობის შეკეთებასთან პრობლემა აქვს. უკრაინა ამ ბრძოლაში ლიდერობს. დრონები იმდენად ხშირად ესხმიან თავს, რომ რუსეთი ვერ ასწრებს დაზიანებული აღჭურვილობის აღდგენას, სანამ შემდეგი დრონები გამოჩნდებიან, რაც ქმნის ჯაჭვურ ეფექტს, სადაც ყოველი შეტევა წინა წარმატებაზეა აგებული. Სანქციები რუსეთს უთულებს კრიტიკული ნაწილების მოპოვებასაც, რაც ნიშნავს, რომ აღჭურვილობა, რომლის შეკეთებაც ადრე რამდენიმე დღეში შეიძლებოდა, ახლა კვირებს ან თვეებსაც კი საჭიროებს. ეს ყველაფერი უკრაინის ზუსტად დაგეგმილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა შესანიშნავია იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთს მილიარდობით დოლარის საგადასახადო შემოსავალს აკარგვინებს, რომელსაც ის სხვაგვარად არადომისთვის გამოიყენებდა. მაგრამ ამაზე მეტიც, უკრაინა ყოველ ჯერზე, როცა ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყამს და საწვავის დეფიციტი გაღრმავდება, რუსი ხალხის გამძლეობას ამოწმებს. ყოველი შეზღუდვა ან აკრძალვა საწვავის შეძენაზე რაც დაწესდება, ნემსივით ჩხლეთს მთლიანად რუსი ხალხის გვერდს. როცა რიგები იზრდება, შფოთვაც მატულობს. საწვავის მოლოდინში 18 საათამდე ჯდომა და შემდეგაც კი ავზის ბოლომდე ვერ შევსება. ნებისმიერ ადამიანს გააღიზიანებს. თუ ასეთ სიტუაციას მთელ რუსეთში შექმნი, ნამდვილი დენთის კასრი იქნება. ეს კასრი უკვე აფეთქების ზღვარზეა. ძალადობა უკვე მთელ რუსეთში იფეთქება და ის გადაწყვეტილებები, რასაც რუსეთი იღებს, ყველა ცოტა არ იყოს. ცუდია. ერთ შემთხვევაში კი ეს პირდაპირ მნიშვნელობითაც ასეა. მაგრამ სანამ ამ ყველაფერში უფრო ღრმად ჩავუღრმავდებით, შეგახსენებ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. ამას კიდევ ბევრი მსგავსი აქვს, ასე რომ თუ ჩვენი არხი თქვენთვის საინტერესოა, აუცილებლად გამოიწერეთ და დააჭირეთ შეტყობინების ზარს. ჩვენ თქვით, რომ ხალხი რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებზე ღიზიანდება. ეს შეიძლება კიდევ სუბუქად ნათქვამი იყოს. რუსეთის მასშტაბით ჩხუბები და კამათები იწყება, რადგან სამოქალაქო პირები ვერ უძლებენ იმ ზეწოლას, რომელსაც უკრაინა ბენზინგასამართ სადგურებზე ქმნის. Meduza რამდენიმე ასეთ შემთხვევაზე წერს. ირკუტსკში გამოცემა წერს კაცზე სახელად ვლადიმირ ბატოევი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მივიდა და რიგის თავში შეიჭრა. ბენზინგასამართ სადგურზე მყოფი პოლიციელი ამას არ შეეგუა, იარაღი ამოიღეს. ბატოევი დააკავეს და ახლა მას ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულში, რადგან გავრცელებული ინფორმაციით დაკავებისას პოლიციელებთან აგრესიულად მოიქცა. კიდევ უამრავი მაგალითია. სანქტ-პეტერბურგში ორ მცხოვრებს შორის ჩხუბი თითქმის ფატალურად დასრულდა. ეფრომ მცხოვრებმა მანქანა თავისუფალ ტუმბოსთან გააჩერა, მაგრამ მეორე მუთხა რომ იქიდან უნდა წასულიყო. მეორე მამაკაცი, ტაქსის მძღოლი არტუშ მურადიევი კამათს აგრძელებდა, სანამ პირველმა მძღოლმა პისტოლეტი არ ამოიღო. არტუშ მურადიევმა არ დააკლო პასუხი, მივიდა თავის ტაქსთან, აიღო დანა და შეუტია უცნობ მეორე მძღოლს. ხშირად გვესმის მსგავსი შემთხვევების შესახებ მთელი რუსეთის მასშტაბით. იჟევსკში ერთმა მძღოლმა გავრცელებული ინფორმაციით სხვა ავტომობილისტი მანქანიდან ძალით გამოიყვანა.
ჩებოქსარში მოტოციკლეტისტს სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს, მას შემდეგ რაც რიგი დაარღვია, ხოლო ქალი დაპირისპირების შემდეგ დაარტყეს. თათრეთში რამდენიმე ადამიანმა მასობრივი ჩხუბი დაიწყო ბენზინგასამართ სადგურზე, რომელიც რეგიონის საზღვართან ბაშკორტოსტანთან ახლოს მდებარეობს. ხშირად ხედავთ, როგორ იმედგაცრუება და გაბრაზება ზღვარს ცდება. და ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია მრავალიდან. სოციალურ ქსელებში კი ვრცელდება ვიდეოებიც, სადაც გამათები იწყება და ძალადობა ფეთქდება. შენ მოგიტყან, სახეს გაგილეწავ. იყვირა ერთმა ქალმა ბენზინგასამართ სადგურზე რიგში, ცხარე კამათის დროს. რადგან რუსები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ეს ყველაფერი კი უკრაინის ბრწყინვალე ნავთობგადამამუშავებელი სტრატეგიის გამო ხდება. რთულია დაადანაშაულო გაღიზიანებული რუსი ხალხი მათ რეაქციებში. არსებობს ცნობები, რომ ადამიანები პირდაპირ დღეების განმავლობაში დადიან საწვავის საძებნელად და უკვე გაჩნდა თვითნაკეთი აპლიკაციებიც, რომლებიც თითქოს და მიუთითებენ ხალხს იმ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც ჯერ კიდევ არის საწვავი. გამოიდგინე, იყენებ ერთ-ერთ ასეთ აპს. იგებ რომ უახლოესი სადგურის საწვავით ათეულობით მილის დაშორებითაა. მიდიხარ იქ, საათობით რიგში დგახარ და ბოლოს, როცა ტუმბოსთან მიდიხარ, აღმოაჩენ რომ საწვავი უკვე გათავდა. თავიდან გამოხვიდოდი. და ეხლა მთელი რუსეთის მასშტაბით ხალხი სწორედ ასე გამოდის თავიდან. ეს ფულის მსგავსად პუტინს ძალიან დააფიქრებს, რადგან მოსახლეობაში გაღიზიანება ჩვეულებრივ ის რაღაცაა, რასაც მისი შექმნილი პოლიციური სახელმწიფო აკონტროლებს. მაგრამ ასეთი ფართოდ გავრცელებული პრობლემა ადვილად არ ჩაცხრება, თუმცა რუსეთი ცდილობს. რამდენიმე გადაწყვეტილება ხორციელდება რუსეთის საწვავის კრიზისის მოსაგვარებლად და ზოგიერთი მათგანი სხვებთან შედარებით უფრო უჩვეულოა. ზოგიერთი გადაწყვეტილება ისეთია, რასაც რუსეთისგან ელოდებოდით, როდესაც ასეთი მასშტაბური საწვავის კრიზისის წინაშე დგას. სიფაი უწყება, რომ რუსეთმა უკვე დაიწყო დაბალი ხარისხის საწვავის გაყიდვა თავის ავტომობილისტებისთვის, რაც 2025 წლის აგვისტოში გააკეთა, იმ წლის კრიზისის პიკზე. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ახლა შეუძლიათ აწარმოონ ევრო 3 ბენზინი და ისიც კი ევრო 5-ის ეტიკეტით გაკიდო. ამ დაბალი ხარისხის საწვავს გოგირდის შემცველობა აქვს 15-ჯერ მეტი ვიდრე ადრე ნებადართული დონი. საწვავში გოგირდის მაღალი შემცველობა იწვევს მეტი გოგირდის დიოქსიდის წარმოქმნას, რაც ძრავებს აცვეთს და ჰაერის იმ ტიპის დაბინძურებას უწყობს ხელს, რომელიც მჟავე წვიმას იწვევს. შვენიერი გამოსავალია. მივცეთ რუს ხალხს საშუალება გააფუჭონ ის მანქანები, რომელთა ამუშავებასაც ძლივს ახერხებენ და შემდეგ გავზარდოთ იმის შანსი, რომ მათ მჟავე წვიმისგანაც მოუწიოთ ზარალი სატანა, რაც ტყეებსა და წყლის მარაგებს ანადგურებს. სხვა გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს, რომ რუსეთში წარმოებული საწვავის მაქსიმალურად ინურად დიდი ნაწილი ქვეყნის შიგნით დარჩეს. ბენზინის ექსპორტი აკრძალულია მინიმუმ ივლისის ბოლომდე. დიდი ალბათობით ეს აკრძალვა გაგრძელდება, თუ რუსეთი ჯადოსნურად არ შეძლებს ბენზინის წარმოების გაზრდას, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის. რუსეთმა ასევე აკრძალა ავიაკეროსინის ექსპორტი ნოემბრის ბოლომდე, რადგან მასაც უჭირს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ავიაციის მუშაობის უზრუნველყოფა. და მოსკოვის ტაიმსის მიხედვით, კრემლი ასევე განიხილავს დიზელის ექსპორტის აკრძალვას, რაც უკრაინისთვის სრულ სამეულს შეკროს. რუსეთის მიერ წარმოებული ყველა ძირითადი საწვავის გაყიდვა აღარ იქნება შესაძლებელი. აქ ჩვენ ხედავთ კომპრომისს. ექსპორტის აკრძალვები სულ მცირე საწვავს რუსეთში ტოვებს, რაც შესაძლოა დეფიციტს შეამსუბუქოს. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ წარმოებლებს აღარ შეუძლიათ საწვავის საზღვარგარეთ გაყიდვა, რის შედეგადაც რუსეთი მილიარდობით დოლარს კარგავს იმ ექსპორტის გადასახადებიდან, რომელიც ვეღარ განხორციელდება. გაჭირვებული დრო გაჭირვებულ ზომებს მოითხოვს. და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ როცა პუტინი და მისი თანამზრახველები სასუწარკვეთილები ხდებიან, ისინი ყოველთვის ერთ რამეს აკეთებენ. იტყუებიან. 30 ივნისის სტატიაში პრავდა იუწყებოდა, რომ რუსეთში საწვავის ფასები ახლა ცენზურას ექვემდებარება. ეს ნიშნავს, რომ ზოგჯერ ხალხი ვერ გაიგებს, რამდენს გადაიხდის საწვავში, სანამ ბენზინგასამართ სადგურზე არ მივა. კერძოდ კრემლმა რუსეთის წამყვან სტატისტიკურ სააგენტოს როსტატს აუკრძალა ბენზინისა და დიზელის სამომხმარებლო ფასების შესახებ რეგულარული ბიულეტენების გამოქვეყნება. ეს ბიულეტენი შეიცავს საწვავის ფასებს ხარისხის, რეგიონის და 1800 ბენზინგასამართი სადგურის მიხედვით 280 ქალაქში. ყოველ შემთხვევაში ადრე ასე იყო. ახლა ასე აღარ არის, რადგან კრემლი ცდილობს დამალოს საწვავის ფასების აშკარა ინფლაცია, რომელიც ხდება მაშინ, როცა მიწოდება ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნას. კიდევ ერთი პრობლემა რუსეთის მოსახლეობისთვის. საათობით ლოდინი, ჩხუბში ჩართვა და ბოლოს აღმოჩენა, რომ საკმარისი რუბლი არ გაქვს, რომ საკმარისი საწვავი იყიდო, რომ სახლში დაბრუნდე. თუ პუტინის მიზანი უკრაინის ომში იყო საბჭოთა კავშირის დიდების დაბრუნება რუსეთში, ძალიან უცნაურ გზას ისჩევს ამისთვის. ყველაფერი ეს გვაჩვენებს, რომ რუსეთისთვის საწვავის კრიზისთან გამკლავების ვარიანტები სულ უფრო ვიწროვდება. ყველა ლოგიკური გამოსავალი უკვე გამოყენებულია და ტყუილების თმაც უკვე დაცლებულია. ეს კი უცნაურ გამოსავლებს ტოვებს და ვიდეოს დასაწყისში მინიშნება უკვე მოგეცით, თუ რა შეიძლება იყოს ისინი. გახსოვთ, გითხარით, რომ პორტატული ტუალეტების გამყიდველები ამ საწვავის კრიზისის გამო ფულში იხჭობიან. საინტერესო X-პოსტი გვაძლევს წარმოდგენას, რის გაკეთება უწევთ რუსებს, როცა საათობით საწვავის რიგებში დგანან. გადაღებულია ქერჩში, რომელიც ყირიმშია. ფოტოზე ჩანს ადამიანი, რომელიც გზის პირას ნაპირზე ჩაჯდა.
დარწმუნებულიო მიხვდებით რას აკეთებს ეს ადამიანი. ის თავს იმსუბუქებს, რადგან იმდენ ხანს მოუწია ლოდინი, რომ ბუნების მოწოდება კვირილად იქცა. ქერჩიდან ხიდამდე გზის პირები შარდით და განავლითაა დაფარული. წერს X-პოსტი, რომელსაც უკრაინის არმიის მედიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსებისთვის ეს სრულიად ნორმალური ქცევაა. იქნება ეს ასე თუ არა, ფოტო პრობლემას აჩვენებს. თუ ადამიანებს საწვავის რიგებში 18 საათამდე უწევთ ლოდინი, გზის პირას ბევრი შარდი და განავალი დაგროვდება. ირკუტსკში, რომელიც შეიძლება გახსოვდეთ როგორც ერთ-ერთი ძალადობრივი ინციდენტის ადგილი, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ. ადგილობრივმა მერმა ახალი გამოსავალი მოიფიქრა. პორტატული ტუალეტების შეძენა და მათი ბენზინს გასამართ სადგურებთან და გზის პირას განთავსება, რათა რიგში მდგომებმა შეძლონ მათი გამოყენება. პორტატული ტუალეტების მწარმოებლები სიხარულით ხელებს დაიზელენ. მოულოდნელი შემოსავალი ელით, რადგან წარმოგვიდგენია, რომ რიგების პრობლემის ეს გადაწყვეტა სხვა რუსულ რეგიონებშიც უფრო ფართოდ გავრცელდება. ვამბობთ, რომ ეს გადაწყვეტაა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. პორტატული ტუალეტები უბრალოდ სიმბოლოა იმისა, რომ კრემლი ელოდება რუსმა ხალხმა აიტანოს და შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ქვეყანა, რომელიც საწვავის წარმოებით არის ცნობილი, საწვავის გარეშე დარჩა. და ამით გადავდივართ იმაზე, რა მოხდება შემდეგ. უკრაინა არ აპირებს შეანელოს დარტყმები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწვავის სატვირთოებზე. რატო უნდა გააკეთოს ეს? ეს გავლენა მთელ რუსეთში იგრძნობა და უკრაინას აქვს ოქროს შესაძლებლობა გაამწვავოს ეს საწვავის კრიზისი, რათა მეტი ზეწოლა მოახდინოს პუტინზე. წარმატება კიდევ უფრო მეტ წარმატებას იწვევს. ეს არის ნამდვილი მასტერკლასი რუსი ხალხისთვის ზიანის მიყენებაში, მათი მოკლის გარეშე. პუტინისთვის უფრო შემაშფოთებელია ბენზინ გასამართ სადგურებზე არსებული გაბრაზება. ის ამას დააკვირდება და ვნახავთ ათასობით ადამიანს, რომლებიც ზღვარზე არიან. ნერვები დაძაბულია და ხალხი გაბრაზებულია, რაც ავტორიტარული ლიდერისთვის სახიფათო ნაზავია. შეიძლება პუტინის წინააღმდეგ აჯანყება იყოს მოსაოდნელი. რთულია თქმა, რადგან პუტინს პროტესტების მკაცრად ჩახშობის ჩვევა აქვს, მაგრამ უარყოფა შეუძლებელია, რომ აჯანყებისთვის ყველა პირობა არსებობს. გამოკითხვები აჩვენებს, რამდენად უკმაყოფილოა საშუალო რუსი პუტინის ლიდერობით. CNN იუწყება, რომ მხოლოდ 27% რუსების სჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკა უმჯობესდება. ეს გვიჩვენებს, რომ რუსების დაახლოებით 3/4 რეალურად ყურადღებას აქცევს და ხედავს, რომ ისინი ფინანსურ კრატერში არიან, რომელიც პუტინმა შექმნა. Moscow Times-ის მიხედვით 3 ივლისს პუტინის საქმიანობის დამტკიცების რეიტინგი 70.4%-დან 66.9%-მდე დაეცა, ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც აქტიურად ამბობს, რომ არ ეთანხმება პუტინის პრეზიდენტობის მართვას, 21.3%-მდე გაიზარდა. ეს ისეთი მაჩვენებლებია, რომელთა ქონაც ნებისმიერ სხვა მსოფლიო ლიდერს გაუხარდებოდა. თუმცა ეს პროცენტული მაჩვენებლები სახელმწიფო ორგანიზაცია VTS-IOM-ის გამოკითხვიდან მოდის, რაც ნიშნავს, რომ ისინი მაქსიმალურად არის დამუშავებული პუტინის ეგოს დასამშვიდებლად. გარდა ამისა, ეს არის რუსეთი, სადაც ლიდერზე უკმაყოფილების გამოხატვისთვის ხალხს ან ციხე, ან ფანჯრიდან გადმოვარდნა ელოდება. ის ფაქტი, რომ ამდენი ადამიანი მზად არის გამოხატოს გაბრაზება, ნათლად აჩვენებს რუსი მასების ნამდვილ გრძნობებს. საწვავის კრიზისი მხოლოდ გააძლიერებს ამ უკმაყოფილებას. პუტინის ბოლო პასუხი ამ პრობლემაზე იყო ის, რომ მან რუსეთის მწარმოებლებს მოსთხოვა კიდევ უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაკეტა გამოუშვან უკრაინის დრონებთან საბრძოლველად. რუსეთს ეს თავდაცვა სჭირდება, მიუხედავად პუტინის განცხადებებისა, რომ ყველა დარტყმა, სადაც არ უნდა მოხდეს ჩვენს ინფრასტრუქტურას, აბსოლუტურად არ ახდენს გავლენას ფრონტის ხაზზე, საბრძოლო კონტაქტის წერტილზე არსებულ მდგომარეობაზე. კარგი, ასე რომ, რუსეთი უკრაინაში ასეთ ცუდად მხოლოდ პუტინის არაკომპეტენტური ლიდერობის გამო მოქმედებს. დასაგებია, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სისულელეა და გონებას აკვირვებს, რომ პუტინი როგორღაც ელოდება, რომ მეტი საჰაერო თავდაცვა გამოჩნდება ქვეყანაში, რომელიც სანქციებით არის დანძიმებული და როგორც Ukraine News იუწყება, თავისი თავდაცვის სექტორში წარმოების შიხშია შესული. მაინც ბრძანება გაცემულია. უკრაინას ეს არ აინტერესებს. მან შეძლო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა 2024 და 2025 წლებში, როცა რუსეთს მეტი საჰაერო თავდაცვა ჰქონდა. 2026 კი კიდევ უფრო ძლიერად ურტყამს და წლის განმავლობაში ეს დარტყმები კიდევ უფრო გაძლიერდება. ციგები გაიზრდება, ძალადობა გავრცელდება, რისხვა მოიმატებს და პუტინი იძულებულია შეეგუოს იმ ფაქტს, რომ იმდენად ცუდად აგებს, რომ პორტატული ტუალეტების წარმოება რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნეს იდეად იქცევ. როგორ დაეცნენ ძლიერები. და ეს მხოლოდ საწვავის კრიზისი არ არის, რომელმაც პუტინი ძლიერი მმართველის კვარცხლბეკიდან ჩამოაგდო. მას შემდეგ, რაც მან უკრაინის ომი დაიწყო, რუსეთის ლიდერმა გაანადგურა თავისი ქვეყნის გეოპოლიტიკური გავლენა, რის შედეგადაც რუსეთი ბევრად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე დასაწყისში იყო. რატომ არის ეს პრობლემა? პასუხს გაიგებთ RV-ში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show და დაადგაბუნეთ შეტყობინების ზარზე, რომ ნახოთ ჩვენი ანალიზი რუსეთის შიგნიდან დაშლის შესახებ. ყველა ვიდეო უკრაინის მიერ. და მადლობა როგორც ყოველთვის რომ უყურეთ.